გამარჯობა. ჩვენი ოპერატორი წასულია ქორწილში და ჩვენ როგორც ერთ-ერთი კარგი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, მას უარს ვერ ვეთხოვით ბავშვების მეგობრის ქორწილში წასვლის გამო და შესაბამისად დღეს უოპერატორად და უფოტოგრაფად ვართ დარჩენილები. დღევანდელი მატჩის მოლოდინებზე ნინო, როგორ შეხვედრას ელოდები? და ძაბულ შეხვედრას ველოდები. არც ელოდი ესეც? ორ თამაში, სამ თამაში ორს მოვიგებთ ერთ წავაგებთ. კი. ანუ 3-3 მოგებაც გინდება. აუცილებლად. ბატონო თემური. დღევანდელი მატჩის პროგნოზი. ვიგებთ ბრისხანეთ. ბრისხანეთ? ალო. ჩვენ მივლენილი ყავდა კოსოვოში, ქალაქ პრიშტინაში. კოსოვოს კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთობების დასაქმებად ჩვენი გუნდის მთავარი თხრის ასისტენტი. როგორ ჩაიარა კოსოვოში შეკრებამ? კარგად ჩაიარა, გავიარეთ სემინარები ფიბას წამყვან მწვრთნელებთან, ვისაც თანამშრომლობენ. აქტიური სავარჯიშო პროცესი მიმდინარეობდა და გამოცდილებაც მივიღეთ. როგორ ნერვიულობდი იქიდან თამაშებზე? იქიდან უყურებდი, კი, ეს თამაში ჰქონდა თესეუსთან და ჩართული მქონდა, უყურებდი შუა სემინარის დროს. მედია ფიბა არ გაიგებს ახლა. ამას არ თარგმნით, ან ამოუჭრით? ხო. ძალიან. ყველაზე მეტად აი ესე მაინც რომელი თამაში მოგეწონა? 3 და ქუთაისთან თამაში კარგი იყო, ცოტა დავუყურა მოგემოვიდა. რომელი თამაში კარგი მოხსილი? თესეუსთან თამაში. გოლში რომ მაინც მოვიგეთ, ეგეც მოვიგეთ. ძალიან კაი. გოლში მაინც კი არა, გოლში რომ კიდევ მოვიგეთ, გოლში მოვიგეთ. ჯიკო, როგორ ახარ? როდის დაბრუნდები? მალე ერთ-ორ თამაში. ესე იგი ჯიკო მალე ბრუნდება. როდარი არ გვეწოდება. ნახდება როდა. ვითხარი, როდა მიიღო ძივე ტრავმა და და არ ვიცი ოპერაციის ამბები, ხო? ოპერაციის ამბები მინელა გაიწევა. მთელი სეზონი დიდია. ეგ არაფერი თავარია ჭამწევად იყოს, მერე აუცილებლად მომავალ სეზონში შევბერავთ ერთად. მოგა რა პროგნოზი გაქვს? რა პროგნოზი გაქვს დღეს? John, your prediction today for today's match. Your prediction. Prediction, like the score? A lot to a little. Kotla. აბა რა მოლოდინი გაქვს დღევანდელ თამაშში? იმედია მოვიგეთ, სადა მოვიგეთ რა. დიდი ალბათობით. ყველაფერს ვიზავთ რომ მოვიგეთ. ძალიან კარგი. ნარო გამეორე. ნერულო. არა. საერთოდ არა. ნიკოლოლიშვილი ეგეთ ტრადიცია ჩამოუყარებდა, რომ ყველა თამაშზე ვიცის ხილი, აქტიურად ვიცის ხილს, გეილასი აქვს. ხოთ გამოგვეხმაუროთ მარკეტინგი გეილასოსი. როგორც მინიმუმ თამაშზე ერთი ხილა არ გქონდა. გუნდის სპონსორობას არ გქონდა, თამაშზე ერთი ხილა. გაუვარდა ბურთხელიდან მესს კარგად ითამაშეს დაცვაში მასპინძლება, მათი შედეგად 4 ახსენეთ სამივე მატჩი წააგო სეზონის სტარტზე. ჯურიჩი, ბეიონი შევიდა კარგად, ლონდარიძე, ლონდარიძე. ვერავინ მოძებნა, გადაწყვიტა სროლა და ჩააგდო. მანევრები რამდენიმე ისე ორქულიანი გაუშვა, ესე ჩააგდო. როგორ გამოიყენებენ მასპინძელთა შეტევა ჯურიჩი. ხარაბაძე ესროლა ზუსტია. ჩააგდო. მური ჯურიჩთან გაითამაშა, ისევ მური აიწია ესროლა, ჩააგდო. ალბა ლომაშვილი გაუტრიალდა მეტოქეს. ჯურიჩი 3-ზე ხორცნა ჩააგდო. რაისი გლავთ ხორცნა ვერ სამჯერად ჩააგდო. თორთლაძე ხსნის აცილებულ ბურს. ერთ-ერთიან ინვასთან შევიდა ხორცნა ჩააგდო. ეს ორი გულა ჩაითვალა და პერსონალური შეიქმნა სერგი ნინუას. აბა ტომასი არც ეს ვარდება და კლაუს სტრაფი შეტევა შონმური. ტრამვის გამო უერი ერთ-ერთი გადამურთელი, რომელიც როიდგენ ათრემს გულს. არა ზუსტია, თუმცა ბეიონი კარგია მოხსნაზე, სამიანი ზუსტია. თუ ორი
დღესაც რაღაც ვერ გამოიყურება მოწოდების სიმაღლეზე 2 და 8 არის ის სიმაღლეში საკმაოდ წარმატებული. თომას მური. 20 თომას მური. პირველ ტაიმში ერთი ზუსტი სამქულიანი იყო. ზე სამიანი არის სრულად შევიდა ბარაჟით ხორს და ჩააგდო. თომასი იწყებს უმართა შეტევას. ერთხელიანი სერგი ნინუ აცილობდა გახსნას, თუმცა თომასი ჯარი არ ყოფილა, კარგად ითამაშა მურმა, თომასი შევიდა ორი გოლა. სწრაფი 4-0 გაქცევა ტყიბულის გუნდს და საფასო მასპინძელთა შეტევა ჯურიჩი აბა სამია ჯურიჩმა პასი მოვიდა მის ნაცვლად. თოთლაძე ლონდარიძე ჭკვიანური პასი და 2 გოლა. კარგი სამი ესე იგი რაც უერს კულები აღებული დანარჩენ თელ გუნდს არა აქვს იმდენი აღებული 53 და 23 ამ კაცს ანგარიშია. ახსენებას ირაკლი დომარაძე ლონდარიძე ფარქვეშ 2 გოლა. დროული ზუსტია ბურთით ლომაშვილი. თომას მური შევიდა თომას მური ჩააგდო როგორც იქნა. მიიღო ბურთი ბეიონმა, თავადე დაიძრა და 2+1. მაღალ ნახტომში ჩააგდო ზაქრაძემ ხელი. გამარჯვება ჩაიწერენ მასპინძლების ხილში და ალბათ 1-0 ლიდერები გახდებიან ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც. კი ბატონო. 2 გოლა ბეი. Euros. პირველი ადგილი ჯერჯერობით ფორმალობა, იმიტომ რომ ბევრ გუნდს ჩვენაირი ბალანსი აქვს, მოგება წავიღების, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც სასიხარულოა, რომ წვრილი სათავეში უყურებთ ორს, განსაკუთრებით შარშანდელი წლის მერე, როცა ვითამაშეთ გადათამაშება და დავრჩით სუპერლიგაში და საკმაოდ ძიმე წელი გავიარეთ. როგორც ჩანს, სწორი დასკვნები გამოვიტანეთ ამ ყველაფრისგან, შეიძლება უფრო გაგვიმართლა კიდეც ვიდრე შარშან. იმიტომ რომ მუშაობასთან ერთად გამართლებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა ბიჭებს, მადლობა მთლიან სამწვრთნელო შტაბს, მაგრამ ეს სამი მოგება ჯერ მხოლოდ დასაწყისია მთლიანი სეზონი წინა ოდუნების საშუალებას ნამდვილად არ გაძლევს ეს ყველაფერი და იმედს ვიტოვებ, რომ გუნდი გააგრძელებს ამ პროგრესს და უკეთესი გახდება ტურიდან ტურამდე. სანაკრებო მატჩებამდე 2 ტურია დარჩენილი, გურჯანი და შემდეგ უკვე ბათუმის სახლში. ორივე ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რომ დადებითი ბალანსი შეუძლოთ ამ სანაკრებო პაუზაზე გასვლა და მე ის სამკვირიანი პერიოდი კიდევ უფრო კარგად გამოვიყენოთ გუნდისთვის, რომ იმ მინუსებზე რაც გვაქვს და დასახვეწე და სამუშაო მწვრთნელს რაც აქვს და რაც უნდა რომ დაამატოს და განავითაროს გუნდის, კარგად გამოვიყენებთ. პირველი წლის მაქსიმუმი იქნება ყველა დანარჩენი თამაშის მოგება. თუ არა და როგორც მინიმუმ დადებითი ბალანსით პირველი წლის დამთავრება. These 4 matches were pretty good for us, especially when we look at the schedule, because with the first 3 games we had against the best teams they call in the league, we showed some good character. Like the first game we could have won also like in the last minute. Maybe we lacked some confidence, experience. It was the first game, maybe a little bit of the rest, but it's all like, it's normal, it's basketball stuff. But the next 3 games we showed that really we have quality and potential to do some good stuff. It takes a little bit of adjustment. It's in my opinion, it's a more quality league. It's much stronger. It's much more physical. It just needs some adjusting. But all in all, the league is pretty good so far. The team chemistry is great. The young guys are learning. They're trying their best. They're listening to older players, listening to the coach. So I think everything is going to be fine as the games go and as practices go. They're listening to us, listening to everybody. So it's pretty good. So far, so good. და ისიც ჩვენი ოპერატორი გიორგი დვალი, იგივე დადუ. როგორი დრო ატარე მეგობრის ქორწილში და გამოტოვე მოგეხსენება შენი თამაში რაჩთან შეხვედრა? მიულოცავ ზვიადნევსაძეს, შენი საქმეებს მიულოცავ, ორბის საქმეებს მიულოცავ და უსურვებ დიდ ბედნიერებას თავის ოჯახთან ერთად. ძალიან მაგარი დრო ატარე, ძალიან კარგი შედეგის დაიდო და მოკლედ ვაგრძელებ. რა სელოდები დღევანდელ თამაში? მოგებას, რა თქმა უნდა, ცალსახად მოგებას.
მიუხედავად კადრში ალქიმიკოს ირაკლი შიოში დრუიდი ახე გრამის რო შემეშალოს ეს არის რა დას ცოტა მეტი დას ჩავიდეს ირა ეს რა ხდება ირა მარტივა თუ ისე ნინო მიმედოვნე ყველაფერი კარგი. კარგი მაგარი ულამაზეს წვერი გაგისწორებია ხო თუ კი ვიბრანტები ცოტა სანიშნავად გამოიყურება ნიკოლოვის მადლობა სეზონის ჰაიდა რო გამოიყურება ლუქსი ესე ვთქვა რა სიტყვი ჩო რა ვიცი ეს ნა მოვიგოთ ხა რა მარტივად ვიდათ და წნარა ნიკო შეგაზგოთ მეგონია რომ მოვიგებთ ნიკო დავდაჭერები ოთამაში გუჯანის დელტას შენი აზრით მოედანზე რო გასულიყოს ტრენერ იქნებოდა პროპაგენდის რა არ იქნებოდა ეგრე თელავის პრინცი რა ხდება თელავის პრინცო გურჯაანში იგე მარტივად უკვე გურჯა. ხა მარტივად არა რა გაინტერესებს არ გავთიშო ვიოპარაკოთ ყველაფერზე ეხა რას ვიღებ კონკრეტულად მე გამოცხადება გასვლას რომელსაც სულ მალე ნახავთ მეგობრებო ხახსო შანშან აი აქ რო ხელი გაგართ კი ლიკი კლემონსის ორქულიანი გასადე კარგი მოგონებაა, მაგრამ ცოტა წელს უკვე დავიწყებულია სხვა მიზნებისთვის ვარ. ხო, ძალიან დაძაბული თამაში იყო და ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე გოლის დღესაც. ხო, მარტივი თამაში არც ერთი არ იქნება სუპერლიგაში წელს მე დარწმუნებული. სუპერლიგის მეხუთე ტურის დროს დადგა გურჯაანის დელტას ვეთამაშებით. მოგეხსენებათ რომ ჩვენი ბალანსი არის 3 მოგება და 1 მარცხი. მიზანი რა თქმა უნდა არის გურჯაანის ამ დარბაზში გამარჯვება. შარშან ალბათ გახსოვთ ის დრამატული დაპირისპირება, როცა რიკი კლემონსის ორქულიანით მოვიგეთ სეზონის მეოთხე დაპირისპირება და რის ხარჯზეც შემდეგ საბოლოო ჯამში მოვახერხეთ სუპერლიგაში დარჩენა. დაძაბულ შეხვედრაში 66-64. ნახოთ დღეს დღევანდელი მატჩი როგორ დასრულდება. იმედია რომ ამ წარმატებულ სვლას გავაგრძელებთ და მოვიგებთ ზედიზედ მეოთხე დაპირისპირებას და დანარჩენს უკვე ერთად ნახავთ და არ დაგავიწყდეთ რომ ბოლოს უკვე ნახავთ ნიკა თოთლაძის ინტერვიუს, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც, რომელმაც ლევანდელი სეზონი მართლაც საოცრად დაიწყო და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ კადრი გადავიტანოთ ფანებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ ტყიბულიდან ჩვენ საგულშემატკივროდ და მადლობა მათ. თომასი აიწია ეს როლა და როგორც ერთი ჯარიმის მიღების უფლება აუთ მას მიძლებს თოთლაძე ნარიმანიძე ზუსტია თომას მური გაუშვა ორქულიანი და ჩააგდო ტრანს ყველაზე მეტი ქონდა 11 ქულა ჩაგდებული კავკასიასთან და პერიოდის დასრულებამდე სტუმრების შეტევაში ზუსტია არა ზუსტი იყო სინის ლონდარიძე და თოთლაძე შონმური ორქულიანი კარგია შონმური და ეფექტური ჩარჩენვა მეორე მური ლომაშვილის სამქულიანი ზუსტია მასპინძელთა გუნდის ლეგიონერმა 38-24 ანგარიში ორქულიანით უპასუხეს თომასი ორქულიანი ასრულა ჩააგდო ბრავო თოთლაძე მოუტანა შონს შონმურის სამიანი ზუსტია მურები ერთმანეთს სამიქულა ბეკალო სამიქულა თოთლაძე სამიქულა Loma
Thomas. ლომაშვილი ისევ თოთლაძე დაიძრა სამწამიაში და გავიდა კიდევ ჯარიმა ხوارჯობდა მანამდე შონ მური თოთლაძე მოძრაობა შემდეგ თომას მური აშკარად ჯობდა ჯარიმა 72-71 თომას მური ავადვე შევიდა 60 როლის გოლი დაკარგვა შორმური თოთლაძე ჯურიჩი სამიანი მესამე თულჩესვენება სიჯებს ემოციებისგან სრულად დაცლილები ვართ. სეზონის მეოთხე გამარჯვება გურჯაანის დელტასთან. მით უმეტეს იყო ერთი მომენტი, როცა ჩამორჩენა 21 ქულამდეც იყო. თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულას ვაგებდით და საბოლოოდ ამ თამაშის შეტრიალება მოახერხეთ. გადავხედოთ ერთი ქულებს. თომას მური 27 ქულა, ლომამ 16 ქულა ჩააგდო. მოკლედ კარგი თამაში ჰქონდა. შონ მურმა 15 ქულა ჩააგდო. Yeah, we knew that the game is not going to be easy today. Like we were preparing for this game, like it was very special because we knew the team is going to fight all game, and when we were like missing all the shots in the beginning, they were leading by more than 20. We managed to do something to get down to 15 on the halftime, but then in the locker room and we came and get together, thought about what we should do, what we should correct, and just fight, and our game is going to come to us and we're going to win it. I think we had the best fans in the league, to be honest, because traveling like 6 hours to get here to get our spirits up and cheer for us, it was a great help. It's always said that the audience is like the sixth player on the court. როგორც გითხარით, გიტოვებთ ნიკოლოზ თოთლაძის ინტერვიუს, მოკლედ სუპერ თამაში გამოვიდა და ძალიან მაგარი ამბები გველოდება იმედია წინ. ნახოთ, სეზონი მართლა კარგად დავიწყეთ. თელი ზაფხული ვარჯიშობდი. საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა ამ დაახლოებით 3 თვიანმა პროცესმა. დუდუდადიანზე სამწუხაროდ ვერ ვაჩვენეთ ის შედეგი, რა შედეგიც გვინდოდა სიტყვაზე, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩვენ თუ ის სასიკეთოდ გამოვიყენეთ იქ ტურნირი რა და ასე ვთქვათ, საერთო ენა გამოვნახეთ რა ამ დროის მანძილზე. ქუთაისთან პირველ თამაში ვფიქრობ, მაგ თამაშის მოგება შეგვეძლო ძალიან მარტივად, უბრალოდ დაგვაკლდა გამოცდილება რა და ვფიქრობ მაგით იხეირა გუნდმა რა და მოგვიგეს თამაში. თუ არა, ეგ თამაში მოგებული ქონდა. თესეუსთან მოვიგეთ იმის ხარჯზე, რომ აი ზუსტად რა ქუთაისთან რა თამაშის ვითამაშეთ, მაგ თამაშმა გვასწავლა ძალიან ბევრი რაღაცა რა და დაგვეხმარა ის თესეუსთან გამარჯვებაში. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, აი შენდა სალევეულაუდე, მან ნიშნა თვითონ რა და მის რა ვიწყოს. ორში იმიტომ დავრჩი პირველ რიგში რომ ძალიან მომწონს, როდესაც გუნდს ყავს გულშემატკივარი რა. იმიტომ რომ ვფიქრობ, როდესაც თამაშზე გავდივართ, არ აქვს გუნდს მნიშვნელობა, მოწინააღმდეგეზე მაქვს საუბარი, რაცა უნდა ძალიან ძლიერი გუნდი იყოს, ვფიქრობ გულშემატკივარი, ასე ვთქვათ, წინ გაკენებს რა ძალიან რა და ძალიან სიამოვნებს, როდესაც გუნდს ყავს გულშემატკივარი. მეორე მიზეზი იმიტომ დავრჩი, რომ სათამაშო დრო ვიცოდი რომ ექნებოდა რა და მწვრთნელის გენდობა მექნებოდა და ეს იყო მიზეზი თუ რა დავრჩი ორში. ესეთი გამოსილი მოთამაშეებისგან, როგორც არის ილია ლონდარიძე, ჩვენი სერვი კალათბურთელი, კიდე ნოდო გოგოძე, მათგან ძალიან დიდ გამოსილებას ვიღებ და რა ვიცი, ძალიან ბევრს სწავლობთ რა. არა მარტო მე რა, გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვართ და ყველა ვსწავლობთ მათგან. პირველ რიგში ერთ-ერთი მიზანი იქნება გუნდის წარმატება რა. გუნდი როცა იქნება წარმატებული, ყველა მოთამაშე იქნება წარმატებული. მაგრამ რაც შეეხება ასე ვთქვათ, საკუთარ მიზანს, რა ვიცი, დიდი სიამოვნებით მივიღებდი
საუკეთესო ახალგაზრდის ტიტულს რა. და ამისთვის რა ვიცი, მაქსიმალურად შევეცდები რომ ყველაფერი გავაკეთო რა. იმიტომ რომ მართლა ძალიან მინდა. შარშანდერის გახსენება არც ვსურს რა. იმიტომ რომ ისეთი ცუდი წელი ჰქონდა როგორც გუნდს ისევე მოთამაშეებს. თუმცა შედარებით წელს რა ვიცი ძალიან გამოსწორებული არის ყველაფერი. გუნდში ძალიან კარგი განწყობა არის და რა ვიცი ვფიქრობ რომ წელს კარგი სეზონი იქნება როგორც გუნდისთვის ისევე მოთამაშეებისთვის.